იქიდან გამოსული უკვე ძალიან დიდი სავიზიტო ბარათი. ნამდვილად ასეა. ეკა ამირეჯიბსაც ვკითხოთ, მაინც მუსიკაში რაღაც გაიგებდა. ეკა. დილამშვიდობის. ეკა აქ ვართ, ეკა. მოგესალმებით. ეკა ჩვენ ვართ, ეკა. ივი ჩვენ ვართ. დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ ყველას მაყურებელთა იმერწოს, თუმცა ახლა გაიღვიძა და ეს სავსებით შესაძლებელია. რომ სწორედ ახლა შემოგვერთდეს გარკვეული ნაწილი ადამიანების, მე შევახსენებ რა ხდება ახლა და სადუმყოფებით საერთაშორისო ქართული სკოლის მოსწავლეები დღეს აქ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო დარბაზში წარმოადგენენ საკუთარ ნამუშევრებს და ღონისძიება დღეს არის დაგეგმილი და ვეფხისტყაოსნის მიხედვით მათ გამოძერწეს, აი მათი ფანტაზიის შედეგია ეს ყველაფერი. ჩვენ ხედავთ წინაჩერტოში საგათვალიერებილის წინაჩერტოში ასევე გამოძერწეთ ზურიკ ვაჩონი როგორი ნამუშევრები გააკეთეს მათ პირდაპირ ეთერში და ძალიან პატარები არიან თან ამ ყველაფერთან ერთად მეორე მესამე კლასელები ქეთი დოჩანაშვილი დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ მოგესალმები ქეთი. მოდი გითხარ თვითონ ეს ღონისძიება არის დღეს ხო დაგეგმილი მე მგონი ეს პირველ საათზე მშობლებისთვის და მოწვეული სტუმრებისთვის. მე მინდა ჩვენს მაყურებელს უთხრა მთავარი რაც მინდა რომ რასაც მინდა ხაზი გაუსვა ის რომ თქვა ამ სკოლაში ანუ ზოგადი გონიერების განვითარებისთვის ანუ ეს ყველაფერი კომპლექსურად ერწყმის ხო ერთმანეთს არა თქვა მარტო მუსიკის განხრით ან ცეკვის განხრით ეს ყველაფერი ალბათ ამიტომ გამოვიდით ესე კარგად ამ პატარა ასაკში რომ კი იციან მათემატიკა იციან საბუნებისმეტყველო საგნები და ასე შემდეგ ხო ანუ ძალიან ისეთი დიდი არჩევანია მათი სასწავლო პროგრამის მხრივ. დიახ რომ ჩამოყალიბდნენ თავის თავში დარწმუნებული პიროვნებები. ამას ემსახურება ასევე ჭადრაკი, მათემატიკა და სხვა საბუნებისმეტყველო ტურნირები მე მგონი რაგბიშიც. დიახ, რაგბიშიც ასევე ერთ-ერთი ჩვენი ასე ვთქვათ საგანი სასცენო ხელოვნება, რომელსაც ბატონი ონისეონიანი ხელმძღვანელი. დილამშვიდობისა. მოგესალმებით. არა მითხარი ახლა მეორე კლასელებთან როგორია მუშაობა სასცენო მეტყველებაზე და ხელოვნებაზე მუშაობა. და კარგი წერტულიც რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბავშვები არიან სწავლობენ სასცენო ხელოვნებას და ისინი ეცნობიან თუ რა ხდება აი მარტივად რო ვთქვა თუ რა ხდება სცენაზე, ვინ გამოდიან, რას აკეთებენ, რა შეიძლება მოხდეს სცენაზე და იმ სცენის ირგვლივ და ხელოვნების ირგვლივ ყველაფერს სწავლობენ. გარდა მაგისა ისინი სწავლობენ სასცენო მეტყველებასაც, რომელიც არსად არ არის არც ერთ სკოლაში ეს ტრადიცია და არც ეს საგანი საერთოდ დანერგილი და თუ ამას ყველა გადაიღებს და მიბაძავს ამ ადამიანებს არაფერი კი, იმიტომ რომ მე მაგალითად ყოველთვის მქონდა ეს მომენტი, რომ როცა ვთქვათ ბავშვები ვერ მეტყველებენ, ვერ ლაპარაკობენ და მხოლოდ გადასულები არიან, რა თქმა უნდა, მე ისწავლონ ყველა საგანი, მაგრამ მათემატიკა, ქართული და ამ შემდეგ, მაგრამ უბრალოდ მეტყველება, რომელიც არის აუცილებელი საზოგადოებაში და ჩვენ ხალხში ეს ხო და ჩვენ ხო იწყებენ ამაზე მუშაობას და მე მგონი ახლა დღეს ამ ღონისძიებისთვის ისედაც რეპეტიცია უნდა გაიარონ და მოდი დილიდან მოვამზადოთ ხო ახლა შეშინა და მზეგარე და დილიდან ესე იგი ზიანაც მილ დღეს გისურვებთ ყველას. ვეფხისტყაოსზე იციან, მეწყვილებენ კიდევაც, ცეკვას იციან და იციან ყველაფერი ქვეყნის ბავშვები. ნამდვილად ასე.